მოგესალმებით მეგობრებო, MMA ამბები განახლებული სტუდიიდან გიბრუნდებათ და ჩვენ ჩვეული შემართებით ვაგრძელებთ საბრძოლო სპორტში განვითარებულ მოვლენებზე საუბარს. დღეიდან ჩვენი ეპიზოდების წარმდგენი ბეთლაივი იქნება. MMA ამბების დღევანდელ ეპიზოდში ქართველი გულშემატკივრის მთავარ კითხვას გავცემთ პასუხს. როდის ბრუნდება ილია თოფურია? მატადორმა ბოლოს ბრძოლა ზაფხულში 29 ივნისს ჩაატარა. ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობის შემდეგ ილიამ ძალები ახალ დივიზიონში, მსუბუქ წონაში გამოცადა და წარმატებითაც გამოუვიდა. მან პირველივე ჩხუბში უდავო ლეგენდა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ბრუტალური ნოკაუტით გათიშა. ამ გამარჯვების შემდეგ თოფურია პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ს ორ დივიზიონში შეძლო ქამრის მოგება. ასეთი მიღწევის შემდეგ ჩემპიონს დასვენება ნამდვილად ეკუთვნოდა. ახლა კი გულშემატკივრების მთავარი ყურადღება მისი დაბრუნებისკენ არის მიმართული. როგორც ზემოთ ვახსენეთ, თოფურიამ დასვენება დაიმსახურა და ამასთან ერთად სჭირდება კიდეც. თამამად და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს ილია თოფურია ოქტაგონზე არ დაბრუნდება. ამის მთავარი მიზეზი მისი ძმა ალექსანდრე თოფურია, რომელსაც ჩხუბი 22 ნოემბერს ჩაენიშნა. ძმებს არაერთხელ ვთქვამთ, რომ საკუთარ ბრძოლებს არ იღებენ, მაშინ როდესაც ერთმანეთს ჩხუბისთვის მზადებაში ეხმარებიან. ილია და ალექსანდრე ერთმანეთისთვის ძალიან დიდ რესურსს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ისინი ერთმანეთის მთავარი სპარინგ პარტნიორები არიან. ნოემბრის შემდეგ წლის ბოლომდე ერთი თვე, დეკემბერი რჩება. იმისათვის, რომ თოფურიამ დეკემბერში ბრძოლა მიიღოს, მას ფაქტობრივად მოსამზადებელი დრო არ რჩება და ბუნებრივია მომზადებელი ოქტაგონზე არ დაბრუნდება. საქმე მხოლოდ სპარინგ პარტნიორობას არ ეხება. ალექსანდრეს და ილიას სპარინგ პარტნიორად კარგი კაცი, გურამ ქუთათელაძე ჰყავთ, რომელიც მოწინააღმდეგის იმიტაციაში ძალიან კარგია. ბრძოლისთვის მზადებაში ალექსანდრეს გურამის გამოყენებაც შეუძლია, მაგრამ აქ მეორე ფაქტორიც იჩენს თავს. ილიასაც და ალექსანდრესაც ერთი კრივის, ჯიუ-ჯიტსუს, ფიზმომზადების და ზოგადად ერთი გუნდი ჰყავთ. იმისათვის, რომ მებრძოლები სრულფასოვნად მოემზადონ, მწვრთნელებს სჭირდებათ კონცენტრაცია მხოლოდ ერთ სპორტსმენზე. ბუნებრივია მზადების პერიოდში მწვრთნელები ორივე მებრძოლს სათანადო ყურადღებას ვერ დაუთმობენ. თანაც მზადების პერიოდში ყველა მებრძოლს ინდივიდუალური ვარჯიშები და მომზადების პროცესი სჭირდება. ჩემი აზრით ილია ბრძოლას კიდევ იმიტომ არ ჩაატარებს, რომ მის დივიზიონში მთავარ კონტენდერებს კიდევ ერთი ჩხუბი აქვს ჩასატარებელი. ვინ არიან ილიას მთავარი პოტენციური მეტოქეები? არმან ცარუკიანი, რომელიც საჩემპიონო ბრძოლას ჩაეხსნა და მიუხედავად მისი პირველი ნომრობისა, დანა უაითი მას აუცილებლად დასჯის და საჩემპიონო ბრძოლას ასე მარტივად აღარ მისცემს. პადი პიმბლეტი, მეშვიდე ნომერი, ძალიან კარგი მებრძოლი, თუმცა თუ მის UFC-ში გამარჯვებებს ჩავხედავთ, იქ სერიოზულ სახელებს ვერ დავინახავთ. მხოლოდ მაიკლ ჩენდლერი და ყველას მიერ ნაცემი ტონი ფერგიუსონი შეგვხვდება და ბოლოს იჩება ჯასტინ გეიჯი, რომელიც მხოლოდ ერთ გამარჯვებიან სერიაზეა და თანაც საჩემპიონო ბრძოლისთვის ძალიან ბებერია. ილიას დაბრუნების თარიღი მადალენასა და მახაჩევის ჩხუბის შედეგზეც არის დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ მახაჩევი მადალენას დამარცხებას შეძლებს, UFC დროს აღარ გააჭიანურებს და ილიას და ისლამის ამ ძალიან დიდ ბრძოლას მალევე ჩანიშნავს. ბუნებრივია ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია. ჩვენ კი ის დაგვრჩენია მოვიცადოთ და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის წარდგენი იყო ბეთლაივი. თქვენ კი მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ვიდეო და კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, როდის დაბრუნდება ილია თოფურია. მომავალ ვიდეომდე.